ბუნებრივია ბავშვი როგორც უკვე თქვით არის სრულყოფილი ადამიანი და ბავშვსაც აქვს დეპრესია, რომელსაც მშობლები ხშირად ამბობთ უხასიათოდ არის. როგორ უნდა მივხვდეთ რომ აქვს ბავშვს დეპრესია და როგორ შეიძლება ბავშვის დეპრესიას ვებრძოლოთ? თუ შეიძლება ბოდიში დავამატებ რა. მე მახსოვს დედაჩემსაც უთქვამს რომ ნერვები მაქვს მოშლილი, პატარა რომ სად გაქვს შენ ნერვები, უფროსებს ხუნია რომ ბავშვებს არ აქვთ ნერვები. აქვთ ბავშვებს ნერვები და რა ასაკიდან აქვთ და როდის შეიძლება მოეშალოთ და მით უმეტეს დეპრესიამდე გადაიდოს. ჩვილი ბავშვიც კი შეიძლება იყოს დეპრესიაში. ჩვილი ბავშვიც კი, იმიტომ რომ პირველ ტრაუმას ადამიანი იღებს დაბადებისას. და ჩვილ ბავშვსაც კი აქვს ჩამომტირალი და მწუხარე სახე ზოგჯერ და რეაქციები მოდუნებული შეიძლება აქ იყოს და იქაც კი შეიძლება შეფასდეს რომ ბავშვი არ არის რაღაცნაირად კმაყოფილებაში, ხო, მაგრამ ცოტა უფრო იმასაკის ბავშვი რომ შეიძლება ლექსიკა კი ქონდეს ღარიბი და რა თქმა უნდა რა ბავშვი ვერ გამოთქვამს კარგახანს კიდევ რომ მე დეპრესია მაქვს ან რაღაც სიცოცხლე არ მიხარიან, ხშირად ვსევდიანობ ან არ შეუძლია ეს სიტყვებით გამოთქვას რომ შფოთავს, უდაძაბული ვარ თუ რაღაც, მაგრამ ბავშვებში დეპრესია უმეტესწილად გამოიხატება სომატურად, მასშტაბადამე ფიზიკური სიმპტომებით. თუ ბავშვი ხშირად იტკიებს მუცელს დაუსაბუთებლად. ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად უნდა ივარაუდოთ, რომ აქ ფსიქიკური პრობლემა მიმდინარეობს, დეპრესიასთან გვაქვს საქმე და უკვე მიზეზები უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით აი მაგალითად თუ დედასთან ურთიერთობის საკითხებია, მაშინ უფრო ხშირად მუცელს იტკიებენ ბავშვები, განსაკუთრებით ჭიპლარის მიდამოებს, ჭიპის მიდამოებს, ხო? ხო, აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, აი დედა რო სამსახურში წავიდა, მაშინ ხო არ მოხდა რა ხდება აი ამ დროს, რა დროს იტკივებს ბავშვი მუცელს, ხო? ეხა სხვათა შორის აი როდესაც ჩვენ ვიყავით ბავშვები, მაშინ ფსიქოთერაპია არ იყო აი ესე სახალხო სერვისი, იყო უფრო რომ ფსიქოთერაპია იყო მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში და საბჭოთა ფსიქიატრიას კიდე იმხელა სტიგმა ახლდა, რომ რასაკვირველია იქვინ მივიდოდა და ვინ დაიჩივლებდა, რომ რაღაცა ცუდად გრძნობ თავსო, ხო? ამიტომ რაღაც უკიდურესი თუ არ უჭირდა ადამიანს ფსიქოთერაპევტთან ვერ მიდიოდა და ამიტომ ეს არც არსებობდა კულტურა ქვეყანაში. და აი სასაცილო თუ ყვებით ხოლმე დღესაც და ხა მამა თქვენის არ იყოს, არ ვიცი, ხლა ჩემ ძმასაც შეიძლება არ გაუხარდეს ამას რო ყვები, მაგრამ სასაცილო თუ ყვებოდნენ ამას დიდხანს, რომ ზარმაცი იყო და ამიტომ ამბობდაო, რომ სკოლაში წასვლა რო არ უნდა და მუცელი მტკივაო და ერთხელაც ჯანმრთელი ბრმანაწლავი ამოაჭრეს ჩემს ძმას. იმიტომ რომ არავინ არ იფიქრა რომ პატარა ბავშვი მცირე კლასებში ბავშვები არასდროს არ არიან ზარმაცები. ბავშვები ძალიან უყაითი ხალხია. მოზარდობაში მართლა ზარმაცდებიან, იმიტომ რომ სხეული თავის ენერგიას ართმევს. სოციალური გართულებული ურთიერთობები თავის ენერგიას ართმევს. ძალიან ბევრი რამ უკვე ოჯახთან ბრძოლა, იმიტომ რომ კერპები უნდა დაამსხვრიოს ოჯახში და მშობლებს უნდა ებრძოლოს თავის ენერგიას ართმევს და რა თქმა უნდა სწავლას გარკვეულწილად ეს აკლდება. ამიტომ მოზარდობაში გაზარმაცება ნორმალურია, მაგრამ მცირეწლოვანი ბავშვები არიან დაუზარლები, სუფუსფუსებენ, სუსაქმიანობენ, კი არა და ნუ რა ვიცი, ხელიდან გაგლეჯენ საქმეს. ასევე უხარიათ მეცადინეობაც. ესე იგი, როცა მცირეწლოვანი ბავშვი ამბობს მუცელი მტკივა, რომ შენ არ გაუშვა სკოლაში, ეს რას ნიშნავს? იქ რაღაც ხდება და სინამდვილეში ხდება რა, რომ მე რო დავიბადე, ჩემი ძმა იყო 8 წლის და გამოასახლეს დედიკოს ოთახიდან და რა თქმა უნდა ბავშვს დაემართა დეპრესია და მას არ უნდოდა სკოლაში გასვლა, რომ არ დავეტოვებინეთ მარტო. მაგრამ ამას ხო ვერავინ ვერ ახსნიდა ოჯახში და მიიღეს სუფთა სახი და არც არავინ იცოდა, რომ ბავშვებში სევდა გამოიხატება ისე, რომ იტკიებენ მუცელს, იტკიებენ თავს, გულისრევის გზნობა აქვთ და სხვა, ხო? ხშირად ტირიან და გამოდის, რომ ესე იგი ბავშვი ოპერაცია გაუკეთეს, წარმოგიდგენიათ? მაშინ კიდე სად იყო ასეთი აპარატურა და როდესაც გაჭრეს მერე ნახეს, რომ ის იყო ჯანმრთელი ორგანო.
რახან გაჭრილი იყო, მაინც ამოაჭრეს. მედიცინაც ხო ეგეთი გქონდა. ბარიღამ გაჭრილია. წარმოგიდგენიათ, ხარჯი გადაწყვეტილი. თითქოს გქონდეს ზედმეტი ორგანოები. პატარა ბავშვზე ლაპარაკი, ხო? ასევე შფოთვითი აშლილობები, დეპრესია ბავშვებში ვლინდება ხშირად ღამის ენურეზის სახით, მაგალითად. ეს არის რომ ჩაიფისებს ბავშვი უფრო მეტი ასაკი, ვიდრე ეკუთვნის ეს ფიზიოლოგიურად უკვე რო უნდა იყოს. რა ასაკია შეიძლება მაგის თქმა? შეიძლება ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდეს მოზარდობის დამთავრებამდეც კი, ზრდასრულობამდეც კი შეიძლება ეს გაგრძელდეს, თუ კი შფოთვა არ დაფიქსირდა ეს სიმპტომი, თუ არ მოვუარეთ, ანუ ფსიქოთერაპევტის გარეშე გაჭირდება აქ მოვაგვაროთ რამე, ხო?